ჩვენ მოგიხსენებათ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გვაქვს ვალდებულება, რომ 2024 წლის, ანუ ამ შემთხვევაში წლიური ანგარიშით წავდგეთ საზოგადოების წინაშე და ასევე პარლამენტის წინაშე, რაც განხორციელდა კიდეც 2025 წელს აპრილში, 1 აპრილს უკვე წარმოვადგინეთ ჩვენი წლიური ანგარიში. წლიურ ანგარიში ვეცადეთ, რომ დეტალურად გადმოგვეცა როგორც მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე ის ძირითადი ტენდენციები და პრობლემები, რომელიც სამივე სექტორს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების მომხმარებლებს ჰქონდათ 2024 წლის განმავლობაში. რა იყო ძირითადი გამოწვევები? აღწერეთ ასევე მიღწეული შედეგები, რომელიც განხორციელდა ჩვენის მუშაობის შედეგად, ხო? ეხლა რო აღხსნა ზოგადად სამივე სექტორს სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვს და ეხლა ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად ის რა პრობლემაც აქვს ბუნებრივი გაზის სექტორის მომხმარებელს, ანალოგიურად მეორდება ელექტროენერგიის და წყალმომარაგების სექტორში. ცოტა განსხვავებული პრობლემები და მიდგომებია ამ მხრივ, ამიტომაც შევეცდები, რომ ზოგადი ინფორმაცია ეხლა თქვენი ეთერის საშუალებით გადმოვცე. ყველაზე მეტი რაც ფიქსირდება 2024 წლის მანძილზე, ეს მაინც ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სექტორის მომხმარებლებს და რაც აერთიანებთ, ეს გახლავთ მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არის არასტაბილური მიწოდება, ხშირი წვეტები, რომელიც უკავშირდება არა მარტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს, არამედ უშუალოდ უკავშირდება ქსელის დაზიანებას. ეხლა ეს რითი არის ძირითადად გამოწვეული? მოგიხსენებათ, ქსელი, როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყალმომარაგების ქსელი არის კომპანიების საკუთრება და კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ ეს ქსელი იქონიონ გამართულ მდგომარეობაში. თუ ქსელი გამართულ მდგომარეობაში არ არის, მაგალითად ელექტროენერგიის შემთხვევაში, ქსელი არის საკმაოდ რთული მოწყობილობა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს. ეს არის თვითონ გადამცემი ბოძები, ხაზები, ქსელი, სატრანსფორმატორო ჯიხურიდან დაწყებული, ესე მომხმარებლის სახლამდე რაც კი მიდის, ყველაფერი არის კომპანიის საკუთრება. ანუ კომპანიები ვალდებულნი არიან, რომ ეს ქსელი ისეთ გამართულ მდგომარეობაში იქონიონ, რომ მომხმარებელს ჰქონდეს სტაბილური, უწყვეტი, საიმედო, ხარისხიანი მომსახურება. არ უნდა შეწყდეს ხშირად. თუ წყდება მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს, ამას თავისი ვადები აქვს, თავისი დროები აქვს, გამორთვას და გათიშვას და წესები აქვს, ამ ყველაფერს არეგულირებს, მაგრამ მოგეხსენებათ, ახლა ესე იდეალურად არ არის მდგომარეობა, ამიტომაც ჩვენ როდესაც შემოსული განცხადებების შედეგების განცხადებების შესწავლა დავიწყეთ, ნახეთ წელს, რომ საკმაოდ ხშირად სწორედ არასტაბილური მიწოდება დაზიანებული ქსელის მიზეზები იყო. ეს იყო ის, რომ გადამცემი ბოზები, ელექტროგადამცემი ხაზები იყო ავარიულ მდგომარეობაში, ზოგან წაქცეული იყო და იყო განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, იყო შემთხვევები, როდესაც სატრანსფორმატორო ჯიხურში წყალი ჩადიოდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ყველაფერი ეს მე საერთოდ ჯამში კომპლექსურად მოქმედებს იმაზე, რომ მომხმარებელთან ელემენტარულია, ვთქვათ, ძაბის ცვალებადობა, ანუ მომატება, ან თუნდაც ძაბის მომატება, ახალი მომხმარებლის დაერთება, ან უამინდობა, სულ რო არ იყოს ეს, ვთქვათ, სტიქია, მაინც იწვევს ხოლმე მიწოდების შეწყვეტას. ამიტომაც ამ მხრივ საკმაოდ ბევრი განცხადება იყო ელექტროენერგიის მიმართულებით, ვიმუშავეთ საკმაოდ ბევრი სამუშაოები ჩავატარეთ. მოგეხსენებათ, დაახლოებით 60-მდე მარტო სოფელი მოვიარეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დრო გქონდა და რაც მოვასწარით ეს იყო და იქ არსებული მდგომარეობები დეტალურად ავწერეთ ჩვენ, სად რა იყო დაზიანებული, დავასურათეთ, საჭიროების შემთხვევაში ვთქვათ მიმართეთ მე SMX, რომელმაც კიდე ტექნიკური ინსპექტირება ჩაატარა და წლიურ ანგარიშს, როდესაც მომხმარებელი წაიკითხავს, ნახავს, ვინც დაინტერესდება, ნახავს, რომ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა, რომელიც არა მარტო ის, რომ ჩვენ უბრალოდ რეკომენდაციები გავეცით კომპანიასთან, რომ განეხორციელებინათ რაღაცა გარკვეული სამუშაოები სტაბილური მიწოდებასთან, არამედ მონიტორინგიც დავიწყეთ. ანუ მაგალითად თუ კი კომპანია ითხოვდა, რომ მაგალითად რაღაცა სამუშაოს ჩატარება სჭირდება 1 თვიდან 3-4 თვემდე, რომ მართლა ეხა არის რომ ისეთი მასშტაბური დაზიანებაა, რომ იმის ერთ კვირაში ვერ გამოსწორდებოდა. ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს ყოველ თვეში. ვითხოვთ ინფორმაციას, რა სამუშაოები ჩატარდა და უკვე როდესაც გვაქვს დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ კონკრეტულ სოფელში ან მონაკვეთში ან უბანზე დასრულდა სამუშაოები, აღწერილობასთან ერთად ვამოწმებთ მე ამას. თვითონ მომხმარებელთანაც გაუმჯობესდა თუ არა მიწოდება, არის თუ არა ხარისხიანი და შესაბამისად ბოლო წერტილი მაინც მომხმარებელი ყავს მოცემულ შემთხვევაში და ყველას კარგი ასე ვთქვათ ინფორმატორი და მახასიათებელი სწორედ მისგან მოდის. თუ ზოგადად რა შედეგი აქვს საჩივარს
უბრალოდ ხდება მომხმარებლის ინფორმირება და მისი ასე ვთქვათ ცნობის მოყარობის დაინტერესება, დაკმაყოფილება უკაცრავად, რომ რატომ არის ეს დაზიანება თუ რამე სხვა შედეგი შეიძლება მოხდეს. თქვენი მოვალეობა რა არის და რას იგებს მომხმარებელი თქვენთან საჩივრის გამოგზავნით? ძალიან კარგი კითხვა. გასაგები რომ იყოს. კი, ძალიან კარგი კითხვა, ამიტომ რომ მომხმარებელი ყოველთვის ჩვენ ბევრი ფუნქცია გვაქვს. ერთ-ერთი ფუნქცია არის კონსულტაციის გაცემა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება მომხმარებელს და კომპანიას შორის დავა საერთოდ არ იყოს. უბრალოდ მას სამართლებრივად ჭირდებოდეს კონსულტაცია, მაგალითად იწყებს ახალ მშენებლობას, ჭირდება მიერთება და ჭირდება კონსულტაცია. აი ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ სამართლებრივი კონსულტაცია გავუწიოთ მომხმარებელს, თუმცა როდესაც არის პირობითად ის, რაც თქვენ ბრძანეთ, ხო, რომ მომხმარებელს აქვს პრობლემა, თუნდაც ეს იყოს არასტაბილური მიწოდება, აქედან გამომდინარე პრობლემები, ან არასწორად დარიცხული გადასახადი, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული აღრიცხვიანობის მოშლასთან და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, გავდივართ შედეგზე. მე პირდაპირ ვთქვი, რომ ბოლო წერტილი არის მომხმარებელი, რომელმაც უნდა დამიდასტუროს, რომ თუ უპირობოთ ახლა როდესაც ჩვენ საუბრობთ მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით და არასტაბილურ მიწოდებასთან დაკავშირებით, აქ უკვე უპირობოდ ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ გაუმჯობესდეს მას ეს მდგომარეობა და ვერც ერთ შემთხვევაში მხოლოდ ის, რომ ინფორმაცია მემაწოდოთ მომხმარებელს, რომ ეს არასტაბილური მიწოდება პირობითად გამოწვეული არის ქსელის დაზიანებით და აქ დავასრულოთ, ასე არა. ჩვენ აუცილებლად ამას ბოლომდე მივყვებით, კომპანიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვაჯერებთ და შემდეგ უკვე ჩვენი ბოლო წერტილი მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს, რომ უკვე სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი საინტერესო საქმე გქონდა, მაგალითად გორში, გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ის იყო არასაყოფა ცხოვრება მომხმარებელი, რომელსაც არასტაბილური მიწოდების გამო თავის ქარხანაში, სადაც გარკვეულ ნედლეულს აწარმოებდა, მიადგა ზიანი. ეს გამოწვეული იყო იმ კონკრეტულ სოფელში ქსელის ძალიან ავარიული მდგომარეობით. ჩვენ დავიწყეთ ორი მიმართულებით მუშაობა. ის რომ პირველ რიგში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად განეხორციელებინა კომპანიას და მივიღეთ კიდეც დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი საკმაოდ დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გამოიცვალა თავიდან ბოლომდე რამდენიმე ბოძი, 10-მდე ბოძი, იქ თქვა ქვესადგური გამოიცვალა, გაძლიერდა კვება და მომხმარებელმა თქვა, რომ ამოისუნთქა მოცემულ შემთხვევაში და მეორე უკვე იყო ის, რომ ამ კონკრეტული ქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი, რომელიც შესაძლებელია კი ჩვენი რეგულირების სფეროს ცდება, მაგრამ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც კონკრეტული დარღვევები აღმოვაჩინეთ, რამდენი წყვეტა იყო, ორ თვეში იყო დაახლოებით 30-მდე წყვეტა გაკეთებული. აი ძალიან ესეთი, ბევრი გვაქვს ასეთი საქმე, ბოლოთ ახლა მე ერთი მოვიყვანე მაგალითად. ხო, აი უკვე კომპანიამ თქვა, რომ მოქალაქე ამბობდა, რომ 100.000 ევროზე მეტი ზიანი მიაყენა ამ ასეთმა ხშირმა წყვეტებმა, იმიტომ რომ გაუფუჭდა ნედლეული, ხო? კომპანია წამოვიდა იქ მოლაპარაკებას და უბრალოდ ჩვენ ვთქვათ აქტიურად ვიყავით ამ შემთხვევაში და სხვა რომ მე მომართვიანობის შემთხვევაში განვიხილავ გარკვეული ანაზღაურების აქცეს. ამიტომ ის რომ მომხმარებელი მხოლოდ ინფორმაციას ვაწვდით, რომ მოცემულ შემთხვევაში პრობლემაა და ეს არის პრობლემა, რომელსაც აბა დავაკვირდეთ ეშველება თუ არა, ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ჩვენი ფუნქცია მოვალეობები კანონით არის ის, რომ ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ მომხმარებლის სადაო სამართლებრივ ურთიერთობებში, როგორც სასამართლოში, ისევე ადმინისტრაციულ ორგანოებში, მივიღოთ მათ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და გავცეთ რეკომენდაცია, სადაც სამართლებრივად და ფაქტობრივი გარემოებების შეჯერებით ვასაბუთებთ კონკრეტულად რა მოქმედებები უნდა განახორციელოს კომპანიამ.